ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება. ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია საქართველოში არსებული კრიზისის გადაჭრა. როგორია მოლოდინი თბილისში, რას ელოდებიან პარტნიორებისაგან და კიდევ რა დამატებითი ბერკეტი აქვს დასავლეთს ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ნატალი ჯახუტაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით. გისმენ ნატალი. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის უდრეკი ბრძოლის შედეგია, რომ დასავლეთი გადავიდა ასეთ ხის ნაბიჯებზე და რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება უახლოეს მომავალში. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გააგრძელებენ კონკრეტული ძალიან ხისტი და რადიკალური ზომების მიღებას ქართული ოცნების წინააღმდეგ თუ დე-ფაქტო ხელისუფლებისგან შემხვედრ ნაბიჯებს არ დაინახავენ, მათ ხელთა არაერთი ბერკეტი და არაერთი მექანიზმი, რისი ამოქმედება შეუძლიათ ქართული ოცნების წინააღმდეგ და დღეის მდგომარეობით მაგალითად თავისი რესურსების დაახლოებით 15-20% აქვს გამოყენებული დასავლეთს. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დასანქცირებულია თავად ბიძინა ივანიშვილი და სახელმწიფო დეპარტამენტმა ოლიგარქს დაუწესა ფინანსური სანქციები, თუმცა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი, რომ მის მიმართ უფრო მკაცრი ზომები იყოს მიღებული. მაგალითად არსებობს იმის რისკი, რომ ივანიშვილი ასევე შეიყვანონ მაგნიცკის სიაში, საიდანაც არ ხდება უკვე დასანქცირებული პირების ამოღება და სანქციები გავრცელდება არა მხოლოდ პერსონალურად მასზე, არამედ მის ოჯახის წევრებზეც. მას გაეყინება მთლიანად აქტივი, რაც აქვს, ის დაკარგავს თავის ქონებას, ფულს. ამიტომ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ივანიშვილმა თავის თავზე და საკუთარი თავის გადარჩენაზე უნდა იფიქროს და წავიდეს რაღაც დათმობებზე, ჩანიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ეს იყო ერთგვარი გამაფრთხილებელი სანქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ქართულ ოცნებას ივანიშვილის რეჟიმს ამ დრომდე რაღაც სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და დიალოგისთვის დასავლეთი უტოვებს, თუმცა თუ არაფერი არ შეიცვლება და დე-ფაქტო ხელისუფლება დათმობებზე არ წავა, მაშინ რა თქმა უნდა კიდევ უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის საულმე ზურაბიშვილის ფაქტორს, ოპოზიციაშიც თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საულმე ზურაბიშვილია ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი და ეს ნაცვლად დადასტურდა იმითაც, რომ მაგალითად ტრამპის ინაუგურაციაზე სწორედ საულმე ზურაბიშვილია დაპატიჟებული და არა ქართული ოცნების ლიდერები. სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდება, მოიმატებს, მაგრამ ივანიშვილს დაუტოვეს გზა, რომ წამოვიდეს დიალოგზე და დიალოგისთვის საჭირო არის, რომ დასავლეთს ჰქონდეს რაღაც ბერკეტი და ეს ბერკეტი არის სანქციების გაზრდა. ვინაიდან ახალი არჩევნები არის დასანიშნი და ივანიშვილს სჭირდება გზა, თუ როგორ უნდა მივიდეს ახალ არჩევნებზე, დასავლეთი იყენებს ყველანაირ ბერკეტს და ეს ბერკეტი არის სწორედ სანქციები და სანქციების დახმარებით ივანიშვილი უნდა მივიყვანოთ და იმ პროტესტის, რაც ქუჩაში გრძელდება, იქამდე რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. მათ კიდევ აქვს შანსი, რომ ამ დაზიანების საპირწონედ მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელახალ არჩევნებზე. ან ეს წნეხი, აი ეს მათი პერსონალური დასანქცირება, დაზიანება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. შესაბამისად, ერთი ეს ვთქვათ, ნაბიჯი გადადგმულია, ეხლა ელოდებიან შემხვედრს, მაგრამ ჯერჯერობით ეს შემხვედრე პოზიციები კიდევ უფრო მეტი კონფრონტაციისკენ მიმართული ნაბიჯებია, რასაც ოცნება დგამს. ამიტომ ეს სანქციები გაგრძელდება ბუნებრივია, მაგრამ სანამ კიდევ ერთხელ ჩვენ არ მივახცევთ მთავარ ამოცანას. ხელახალი არჩევნების შემშვის. ისინი მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობენ რომ დიპლომატიური ენა გამოიყენონ და ბიძინა ივანიშვილს დაუტოვონ უკან დასახევი გზა. უკან დასახევი გზა გულისხმობს იმას, რომ ეს სანქცია რაც მას ამჟამად დაადეს არის პერსონალური და აქვს გადარჩენის და უკან დახევის შესაძლებლობა. თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, რა თქმა უნდა, ის აღმოჩნდება მაგნიცკის სიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს ყოფნა, როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს, ასევე მოუწევს მის კომპანიებს გაკოტრება და ყველა ნათლად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს ანაღულებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსური რესურსები, მას მოუწევს აუცილებლად, რომ უკან გადადგას ნაბიჯები. უახლოეს კვირეებში
ჩემი აზრით წნეხი ივანიშვილზე და მის გარემოსვაზე კიდევ უფრო გაიზრდება. ჯერჯერობით ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის დაახლოებით 15-20% იმ ბერკეტების, იმ შესაძლებლობების, რაც დასავლეთს აქვს გამოყენებული ივანიშვილის წინააღმდეგ და თუ ის უკან არ დაიხევს და ამის ნიშნები ნამდვილად არ ჩანს ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ამოქმედება დამატებითი სანქციები. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ საქართველოს ყოფილ ელჩს საფრანგეთსა და მონაკოში გოჩა ჯავახიშვილს, რომელმაც პროტესტის ნიშნა დატოვა რამდენიმე თვის წინ თანამდებობა და ის ღიად გაემიჯნა ქართული ოცნების ანტიდასავლურ პოლიტიკას. ის ახლაც იმყოფება პარიზში, მას აქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და როგორც გოჩა ჯავახიშვილი გვეუბნება, მათ შორის საფრანგეთის სხვა ქვეყნებთან ერთად აქტიურად განიხილავს ყველა ვარიანტს, რისი გამოყენებაც შეუძლიათ ჩვენს მოკავშირეებს, რომ ქართულმა ოცნებამ შეწყვიტოს სვლა რუსეთის მიმართულებით და ქვეყანა დაუბრუნდეს ძველ ტრაექტორიას, ევროპულ რელსებს და ასევე გოჩა ჯავახიშვილი გვეუბნება იმასაც, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის გასაკვირი არის და მათ არ სჯერათ, რომ არ გაყალბებულა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იმ პირობებში, როდესაც თავად კარგად ინფორმირებულები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროინტეგრაცია. მე ვისთანაც მაქვს უშუალოდ კონტაქტი ეს უბრალოდ ნაცნობობით და მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე. მე მართალი რომ გითხრათ, ყველა მიიჩნევს, რომ ეს საქმე ძირითადად არის ჩვენი ქართველი ხალხის გასაკეთებელი. ქართველმა ხალხმა ბუნებრივია ისინი დემოკრატიულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ და თუ დადგინდა თუნდაც არჩევნების, ახალი არჩევნების შედეგად თუ უმრავლესობა მართლაც დაადასტურებს, რომ ევროპული კურსისგან გადახვევა არის ქართველი ერისნება, ისინი ფიქრობენ, გაოცებულები ამბობენ, როგორ 80%-მა მოსახლეობისა მკვეთრი ხარდაჭერა გამოხატა და ასე უცებ რანაირად შეიძლება, რომ ქვეყანა უხვევდეს ამ გზიდან. ბუნებრივია, რომ გაგრძელდება კიდევ ფიქრობენ, საფრანგეთშიც ფიქრობენ, როგორ შეიძლება, კიდევ რა ზომებით შეიძლება ქვეყანას დაანახონ ის ცუდი ალტერნატივა, რა შეიძლება მოყვეს ამ პარტნიორობის გაწყვეტას. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში ვიხილავთ კიდევ წნეხის რა ბერკეტს გამოიყენებს დასავლეთი ქართული ოცნების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა მექანიზმი ამოქმედონ დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ. ვნახეთ უკვე, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა სახელმწიფო დეპარტამენტმა, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს დასავლეთი ქართული ოცნების წინააღმდეგ.